მოწვევისთვის. მე ასევე თქვენ წინა სტუმარსაც უყურე და ერთი აზრი გამიჩნდა და მომყვებოდა მთელი ხნის განმავლობაში, როცა უსმენდი ბატონ მურმანს. ანუ ბოლო წლების განმავლობაში, ანუ წელიწადი არ გავა თუ თვე არ გავა, რომ ივანიშვილის რომელიმე ყოფილი თანამძრახველი თუ თანამონაწილე თუ თანამოაზრესაც არ დავარქმევ, არ გამოვიდეს და ისეთი რაღაცები არ თქვას ივანიშვილზე, რაც შეიძლება ჩვენ არ გვითხოვს და ყოველ შემთხვევაში, რასაც ვამბობდით 2011 და 12 წლიდან, რო აღმოჩნდება, რომ ყველაფერი მართალი ყოფილა. ხო, ამას რატო ვამბობ? იმიტომ კი არა, რომ აი მართალი ვიყავით, მაგრამ ხო შეიძლება რომ იმ ადამიანებს, ვისაც მაშინ, როგორც აღმოჩნდა, სწორი ხედვა ჰქონდათ, რომლებმაც მაშინვე სწორი დიაგნოზი დასვეს, ეხლა მაინც დაუჯეროთ რაღაცაში უფრო მეტად და ერთნაირად დაუჯეროთ იმას, რომელიც მაშინაც ხდებოდა და შეიძლება მანამდე ხდებოდა. რატო ვამბობ ამას? ნახეთ, იმავე ბლოგში ითქვა, რომ აი ამ ხელისუფლებასო თუ ამ რეჟიმსო რუსული სტილის მართლობა არ არის ეს რუსული სტილის მართლობა. ეს არის რუსული ადმინისტრაცია. ეს იყო პრორუსული რო იყო, გავცდით იმ რუსული ადმინისტრაცია არის. ესენი რო გამოდია ყოველდღიურად, ხან სანდუს ურტყამენ, ხან ვენესუელაში სპეცოპერაცია ტარდება და ბრიუსელს ურტყამენ. აი ესეთი გაუგებარი რაღაცები რო ხდება, ჩვენი მთავარი მინუსი იცით რა არის? ერთი რო გვიკვირს და მეორე მთავარი მინუსი ვიტყვი არის ის, რომ უმეტესობა ჩვენგანი, ჩვენი საზოგადოება გამოდიან და ფიქრობენ, რომ აი უვიცები, რეგვენები, შტერები, გაუნათლებლები, აი ამას ეძახიან. არ არიან ესენი. შეიძლება იყვნენ ახლა, რა ვიცი, კი არ ვიძახენ, მაღალი აზრის ვარ, რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ მოსდით, იმიტომ რომ რაღაც არიციან. ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, შეგნებულად, გააზრებულად და რაც თავარია დავალებით. აი ჩვენზე რო ამბობენ, ხო ხა, რა აბსურდია, მაგრამ ჩვენზე იცით რატო ამბობენ, რომ დავალებით მოქმედებთ? ვიზე ჩვენზე, ქართულ ხალხზე ამბობენ. ყველაზე აი ვინც ახლა ვინც ქუჩაშია წელიწადზე მეტია, ვინც შეიძლება ერთმანეთთან რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზეა, მაგრამ ამათთან მიმართებაში ყველა ერთ პოზიციაზე ვართ, იმიტომ რომ ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები, ხო? და ჩვენზე იმიტომ ამბობენ, რომ დავალებით მოქმედებთო, რომ ეს რუსული ნაცადი მეთოდია, რუსული, რომ რასაც შენაკეთებ, სხვას დააბრალე. რომ ეს სიტყვა ბოდიში ამ ჟარგონისთვის გატრუხდეს მაინც, ხო, რომ ვიღაცამ აღარ დაიჯეროს. ახლა მშვიდობაც ვახსენეთ ჩვენ და მშვიდობას ატრიალებენ სულ. თუ გახსოვთ რა იყო საბჭოთა კავშირის მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი 70 წლის განმავლობაში. ყველაზე აგრესიული სახელმწიფო იყო მსოფლიო მასშტაბით, ხო? მათი მთავარი გზავნილი იყო მშვიდობა. მირუმირ სოფლიო შვიდობა, ხო? მირუმირ იყო აი შენობებზე ეწერა ზემოთ, რომ ჩვენ გვინდა ვის უნდა და მშვიდობა საბჭოთა კავშირის, რომელიც თავიდან სოფლიო რევოლუციას იწყებდა და კაი, მე რაღაც ჯერ 1/6-ზე შეჯერდნენ და მე ნახევარი ევროპა დაიპყრეს თუ მეტი და მე ხან აფრიკაში, ხან აზიაში და ხან ამერიკის კონტინენტზე აფართოვრებდნენ ხელებს, ხო? ამათი გამგრძელებლები კი არ არიან. იგივე ხალხია ის ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც კგბ-ში არსებობს თუ NKVD იყო თუ ჩეკა იყო და ეხა SVR და გერეუ რასაც ქვია, ხო? ეგ ხდება პირდაპირ ვერტიკალია. თქვენ გონიათ ამას პაპუაშვილი იგონებს ან კობახიძე იგონებს? რატო ამბობ ამას? აი დღეს რო ვიძახით ეხა რომ აი იგივე რა თქმა უნდა ჩემი გული იმ ადამიანებთან არის, რომლებიც გუშინ ირანის საელჩოს წინ იყვნენ, მაგრამ აღარც უნდა გვიკვირდეს, ანუ ეს რეჟიმი არის, როგორც ჩვენი მეგობარი ვილსონი ამბობს, ირანული, ჩინური და რუსული სამკუთხედის ორგანული მონაწილე. ესენი როდესაც მშვიდობას უსურვებენ, განა ხალხი ადარდებთ. ამათ ჟარგონზე მშვიდობა ნიშნავს სტატუს-კვო შენარჩუნებას. ამათ უნდათ, რომ ეს ბოროტი მკვლელი რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს აი ამას უშვება, რასაც უყურებთ ეს ბოლო დღეებია და მანამდე კიდე წლებია, ხო? უნდათ რომ შენარჩუნდეს. იმიტომ რომ თუ ეს რეჟიმი დაემხო, უდიდესი დარტყმა იქნება რუსეთისთვის და თუ რუსეთისთვის რუსეთი თუ დასუსტდა, მაშინ ქართული ოცნება აღარ იარსებებს. ანუ ვიმეორებ, ქართული ოცნება არ არის პრორუსული რეჟიმი, იმიტომ რომ აი პრორუსული შეიძლება იყოს ამ ეტაპზე ისა რა ქვია, უნგრეთის ლიდერი ორბანი. მანამდე იყო პროდასავლელი, მანამდე იყო ლიბერალი, ანუ პოლიტიკოსია, ხო, მან რაღაც გადაწყვიტა, შეცვალა თავისი პოზიცია და რადიკალურად განსხვავებული. დღეს არის პრორუსი. ხვალ შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსია. ესენი დამოუკიდებელი ძალა არ არიან. ესენი იმთავითვე იყვნენ რუსული რევანშისტული პროექტი, რომელიც მოვიდნენ ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი ვინც მოიყვანა, ვინც მათ მოსვლაში საკვანძო როლი ითამაშა, ის კაცი მოსკოვში დააჯილდოვეს ამისთვის. ხო არ გვავიწყდება ბედუკაძე მოსკოვში რომ დააჯილდოვეს. ხო არ გვავიწყდება 2012 წლის, ეხლა რო თქვა მურვანდუმაძემ რომ 2 ოქტომბრიდან იქცევა ბიზნესა ცუდად ხა ძალიან დიდი ბოდიში და 2 ოქტომბრამდე 2 დღით ადრე 9 თვის ბავშვი ვიღაცამ ჩაახჭო ქვევრში და მე იქ მივიდა ტელევიზია და კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას დააბრალეს ეს. და მე რამდენიმე კვირაში გითხეს რომ ჩვენ ეს აღარ გვაინტერესებსო.
და ვინც ეს თქვა, რომ აღარ გვაინტერესებს, 8 წელი მინისტრის მოადგილე იყო ეს ქალი. ანუ რაღაცა გათვლილი ნაბიჯ არის ყველა მათი განცხადება და ყველა მათი გადაწყვეტილება, რასაკვირველია გეთანხმებით, რომ სპონტანური არ არის, მაგრამ აი გია, მოდი თქვენთან გადმოვალ და იცით რაზე